დავიწყე ბლოგერობა. ჩემი ბლოგი Instagram-ზე ხდება 4 წლის და ეხლა მინდა ძალიან უცებ სანამ ილო და დასისერინობიდან დაბრუნდებიან, მოგიყვეთ საერთოდ როგორ მივიღე ბლოგის შექმნის გადაწყვეტილება და როგორ განვახორციელე. სანამ კრეატორი გავხდებოდი, მე ვიყავი ბუღალტერი და უმუშაობდი ოფისში სრული განაკვეთით. ამასთან ერთად მქონდა ჰობი ლაშქრობები. ლაშქრობას უთმობდი მთელ ჩემს თავისუფალ დროს და ძალიან მიყვარდა ამ ლაშქრობების დროს გადაღებული ვიდეოებით პატარა 릴სების აწყობა. ვუზიარებდი ამ პატარ-პატარა ვიდეოებს ჩემს მეგობრებს და ვინახავდი უბრალოდ ესე რამაც მოგონებებად. პანდემია რო დაიწყო, მეც გადავედი დისტანციურ მუშაობაზე და ჩემმა ლაშქრობებმა და მოგზაურობებმაც იმატა და იმატა. შესაბამისად იმატა ვიდეოებმაც. აი უკვე ინდეს დავდიოდი და მოგზაურობდი, რომ აი ყველას რო გონია, რომ ძალიან ფულიანი ხარამდეს რო დადიხარ, შემოსავალი გაქვს 5 ნიშნა და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ხან კარვით დავდიოდი, ხან ავტოსტოპით. თავარია რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ძალიან მოსწონდათ და უნდოდათ ჩემს მეგობრებსაც. ხო და ერთ დღესაც მივხვდი, რომ თუ ჩემს მეგობრებს და გარშემომყოფებს აინტერესებს, ეს ჩემი ცხოვრება გაცილებით ფართო აუდიტორიისთვისაც შეიძლება რომ ძალიან საინტერესო იყოს მეთქი. ასე მომინდა ბლოგის გაკეთება, მაგრამ ჯერ სანამ დავიწყებდი ბლოგს, პირველ რიგში დავიწყე სწავლა. გავიარე სტორი მენეჯერის კურსი, მერე ჩემი და ქალი სწავლობდა სოციმედია მენეჯმენტს და ეგ კურსი 1000 ლარზე მეტი ღირდა, თითქმის მთელი ჩემი ხელფასი და მე ცალკე ვერ ვიყიდდი, ამიტომ რუსო იმ გაკვეთილებს სკრინებს უღებდა ხოლმე ვიდეოებს, ხან მასთან მივდიოდი და მასთან ერთად ვუყურებდი და მოკლედ სოციმედია მენეჯმენტის კურსიც გავიარე და უკვე დროც რო გამოვნახე ბლოგის გასაკეთებლად, მაშინ ვიყავი ჩემთან სოფელში გურიაში, იქიდან მუშაობდი და პარალელურად იმის დროც შემეძლო რომ მენახა რომ აი რაღაც ვიდეოები ჩამეწერა, სტორები ჩამეწერა და გადავწყვიტე რომ უკვე უნდა ალაპარაკებულიყავი. ახლა მჭირდებოდა ზუსტი გეგმა გვერდი როგორ გამემართა. და ზუსტად მაშინ მაიკო მტყემალაძემ ჩაუშვა Instagram-ის პატარა კურსი, პატარა Instagram მარათონი, რომელიც მოიცავდა ყველაფერს, რაც ბლოგის ასაწყობად მჭირდებოდა და რა თქმა უნდა ეგრევე ჩავეწერე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მაშინ მჭირდებოდა, ზუსტად მაიკოსგან ვისწავლე. ეხლა რა იყო ეს? ჩემი ნიშა, ჩემი მიმართულება ხო უნდა ყოფილიყო მოლაშქრეობა. მაიკოს კურსით ვისწავლე, რომ მე ეს ძირითადი თემა მოლაშქრეობა უნდა დამეყო 5 ქვე თემად. ანუ 5 თემა ჩამომეწერა ისეთი, რაზეც მე პოსტებს და სტორებს ყველაფერს გავაკეთებდი. აი მაგალითად ლაშქრობა რო დავყოთ, მოსანახულებელი ადგილები, ჩემი რაღაცა ლაშქრობის ისტორიები, რჩევები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესახებ. ერთ-ერთი თემა იყო დანარჩენი ჩემი ცხოვრება, ანუ ლაშქრობის გარდა რასაც ვაკეთებდი, ჩემი პირადი რაღაც ისტორიები. და მე ამ 5 თემისთვის კიდევ 10 თემა უნდა მიმეწერა. ანუ თქვათ, ჩემი ერთ-ერთი მიმართულება თუ იქნებოდა რჩევები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესახებ, მაგ თემის ქვეშ კიდე ჩამომეწერა 10 თემა, რაზეც შევძლებდი მე ჩემი იმდროინდელი ცოდნით პოსტის გაკეთებას. თქვათ, როგორ გავრეცხო სალაშქრო ფეხსაცმელი, სად ვიყიდო სალაშქრო ჩანთა და ასე შემდეგ. ჩამოვწერე ეს 10 თემა, 5-ჯერ 10 ხო გამოვიდა უკვე 50 თემა, რაზეც მე შემეძლო რომ მელაპარაკა. ეს 50 თემა იყო უკვე თითქმის 2 თვის გეგმა, ანუ მთელი 2 თვე ვიცოდი, რის შესახებ უნდა გამეკეთებინა ჩემი პოსტები და სტორები. ამან გამიმარტივა ზუსტად საქმე, მომცა თავდაჯერებულობა, არც ერთ დღეს არ მიწევდა ფიქრები, რომ ვაი, ეხლა რა დავპოსტო, ვაი, ეხლა რა დავპოსტო. თქვათ, წინა დღით ჩავწერდი ან ხანო 2-3 დღის მასალას ერთად წერდი და ვაგროვებდი და სულ მქონდა სალაპარაკო. ეგრე დავიწყე და დაახლოებით 2 თვეში ავედი 5000 გამომწერზე, 10000 გამომწერზე ავედი 7 თვეში. აქ რო გადმოსახდით და ბევრისთვის რაღაც ესე სასურველი ცხოვრება დავიწყე. ჩემი Instagram-ი კი არა, TikTok-იც გაფრინდა. მაიკოზე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მან ახლა ნიშა შეიცვალა და სტილის შესახებ აქვს ძალიან საინტერესო გვერდი და რჩევები, თუმცა თუ ის პატარა კურსი დაგაინტერესებთ, რაც მე 4 წლის წინ გავიარე, მაიკო მითხრა, რომ შეუძლია გაჩუქოთ ყველა ჩემს გამომწერს, ვინც კი Instagram-ზე მიწერთ. გამოიწერეთ მაიკო, მიწერეთ რომ ის კურსი გინდათ, რაც ნანამ გაიარა და ჩაგიგდებთ ლინკს. მართალია Instagram-ზე იმის მერე მილიონი განახლება შევიდა, მაგრამ რაც ესეთი ძირითადია და საფუძველია, ის ძალიან გამოგადგება. მე Instagram ბლოგი დავიწყე 7 მარტს, მაშინ მყავდა სადღაც 850-მდე გამომწერი. ახლა მყავს Instagram-ზე 99400-მდე. ძალიან მინდა და ვფიქრობ, რომ გამომივა 7 მარტამდე, ანუ ამ 4 წლის დაბადების დღემდე 100,000-ი გავხდეთ. ამიტომ თუ Instagram-ზე ჯერ არ ხართ ჩემი გამომწერი, დიდი სიხარულით გგელოდებით. კიდევ 2 ძირითადი ნაბიჯი იყო, რაც ბლოგის დაწყებისას გადავდგი და იმასაც გეტყვით. აი პირველ დღესვე მაგ 7 მარტს ეს ჩემი გეგმა რომ მქონდა წინ და ვიწყებდი უკვე პოსტების კეთებას, ჯერ ის გამოვუცხადე ჩემს მაშინდელ აუდიტორიას, ანუ ძირითადად ჩემს სამეგობროს Instagram-ზე და Facebook-ზე დავპოსტე, რომ ვიწყებ მეთქი ბლოგს ესე და ესე ლაშქრობის შესახებ, მექნება ეს თემები, მთელი ეს ჩემი გეგმა ჩამოვწერე თუ რა დახვდებოდა ჩემს გვერდზე. დავთხოვე ყველას ესე ერთიანად, გააზიარეთ მეთქი ეს ჩემი გვერდი ერთჯერადად, გინდა თქვენთან სტორში, გინდა თქვენს გვერდზე. უთხარით თქვენს მეგობრებს, რომ ესეთი ბლოგერი გამოვჩნდი. მანამდე Instagram-ზე უბრალოდ ნანა როშიძეს სახელი მეწერა, გადავირქვი რა თქმა უნდა ნანა ჯორჯიან ჰაიკერ დავირქვი და კლიანად გავომართე გვერდი, დავირქვი ეს სახელი და გავაგებინე ხალხს. მაშინ ხო მარტი იყო, ჯერ ესე აქტიური ლაშქრობების სეზონი არ იყო, ანუ სახში ვიყავი ძირითადად და ამიტომ სოფლის თორებს ვაზიარებდი. მაშინაც ქათამი კაკანებდა ჩემს თორებში და ძროხა და აი უკვე რომ მოვიდა ლაშქრობის სეზონი, 1 ივნისს მე შევხვდი ახალი ტელეფონით. მანამდე მქონდა iPhone SE 2020, აი iPhone-ის რაღაც ბიუჯეტური პატარა ტელეფონი რო იყო, პატარა ვერსია, რომელიც ძალიან მშვენივრად იღებდა და ესე მე ჩემი თავისთვის მყოფნი და მაგრამ ახალი მოგზაურობები და ახალი ლაშქრობები რომ უნდა დამეწყო, რომელიც უკვე ამ ჩემს საკმაოდ მოზრდილ ბლოგზე უნდა
გამეზიარებინა. წავედი, ავიღე სესხი, 3500 ლარი ტელეფონისთვის და პლუს კიდე მაგას დავამატე რაღაცა მოგზაურობებისთვის რა ფული სჭირდებოდა. ანუ სესხი გამოვიტანე სერიოზულად იმისთვის, რომ თან მე მოგზაურა და თან ამის გადასაღებად კარგი ტელეფონი მქონოდა. ხოდა დავიწყე უკვე 1 ივნისიდან მოგზაურობა, ახალი კადრების გადაღება. აი სულ მოძრაობაში ვიყავი და სულ ახალ მოგზაურობებს ვიღებდი. რა 10 კილოიანი ჩანთით, რომ დავდიოდი, ვლაშქრობდი, ან ფეხით ხო დავდიოდი. გავჩერდებოდი სადღაც შესვენებაზე, სტორებს ვაწყობდი. ხან იჭერდა ინტერნეტი, ხან არ იჭერდა, ხან თითო სტორის ატვირთვას 9 საათი უნდა და მაგრამ სულ აქტიური ვიყავი და არა მარტო ჩემი მოგზაურობების აი ჩვეულებრივ ყოველდღიურობას, არამედ რჩევებსაც კი სულ ვაზიარებდი. წინაზე ვიღაცამ დამცინავად დამეწერა კომენტარი, რომ აი შენო სულ რეკლამებს აკეთებო. თავიდანვე ზუსტად იმისთვის გააკეთებო ეს ბლოგიო, რომ რეკლამები გეკეთებინაო. სიმართლე გითხრათ, მაშინაც იმდენი საქმე მქონდა და ახლაც იმდენი საქმე მაქვს. საერთოდ არანაირი დრო ან სურვილი არ მქონია, რომ მთელი ეს 4 წლიანი შრომა რამე დროის განმავლობაში აბსოლუტურად ტყუილად მეკეთებინა. მაშინ საერთოდ არ იყო ეს ბლოგერებთან რეკლამა თუ სოციომედია მარკეტინგი, რა ვიცი, ან არ იყო, ან მე არ ვიცოდი, მაგრამ გააზრებაში რა თქმა უნდა ბლოგის დაწყებამდე მქონდა ის, რომ შემოვიკრებ ამ აუდიტორიას და მე რამეში გამომადგება მეთქი. მოლაშქრე ვიყავი და თუნდაც რომელიმე მაღაზიას კარგი სალაშქრო ფეხსაცმელი რომ გამოეგზავნა ჩემთვის ბარტერით, ეგეც ძალიან კარგი საქმე იყო ჩემთვის და ერთ-ერთი მიზანი რა თქმა უნდა. თუ არ გაქვს რამე ეგეთი მიზანი, ანუ რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს თუ არ იცი, არ მგონია რომ გამოგივიდეს რა. ყოველ შემთხვევაში აი ჩემი ისტორიიდან გამომდინარე, ხო ხვდებით ახლა რომ მე ეს ყველაფერი გააზრებულად, დაგეგმილად საქმიანად გავაკეთე და რაღაცა აი ერთი ვიდეო შემთხვევით გამივარდა და მილიონებზე ავედი და გაიზარდა ყველაფერი, ეგრე არ მომხდარა. ბლოგის შექმნამდეც სწავლით დავიწყე. იმის მერე სულ ვცდილობ რომ განვითარდე. ხან ისევ რაღაც კურსებს გავდივარ, ხან რაღაცებს ჩემით ვსწავლობ, ტექნიკას ვყიდულობ. ეს უკვე არის ჩემი პატარა ბიზნესი, ჩემი საქმიანობა, ჩემი სამსახური და თუ ამ გზაზე თქვენ ჩემთან ერთად ხართ და ახლა მიყურებთ, გპირდებით რომ მე სულ წინსვლას ვაპირებ.